მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მოკლედ რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა მადლობა თვითონ თქვენთაგანს გამოცხადებული ინდობისთვის, ერთგულებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მოკლედ ამჯერად მინდა ასეთი ტიპის გაშლა შემოგთავაზოთ. ღარიბი თუ მდიდარი. ძალიან აქტუალურია დღეს ეს თემა. ძალიან ხშირად მამაკაცები უჩივიან არადარიალურად მამაკაცებიც, მონადირე მამაკაცებიც ძალიან ბევრი გამოჩნდა. თანხაზე მატერიალურ რესურსზე მონადირეს გულისხმობ, მაგრამ მამაკაცებისგან ხშირად ისმის წუწუნი, რომ მხოლოდ ფული აინტერესებს ქალებს და რეალურად მართლა ბევრი ადამიანი იმიტომ ვერ ქმნის ოჯახს, რომ მატერიალური ბექგრაუნდი ვერ უწყობს ხელს, ხო? მე ყოველთვის მაქვს ასეთი პასუხი, რომ რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ ახლა ახირებებს და არაჯანსაღ მიდგომას, რომ მე თვითონ ძალიან რიგითი ადამიანი ვარ, ხო, ვთქვათ პირობითად, ფიზიკურადაც რაღაცა ყველაფრით თვითონ საშუალო ადამიანი ვარ და ახლა თაყვანისმცემელს ვთხოვ, რომ შენ გახდი უკაცრავად დევიდ ბეკჰემი, ხო? ან რა ვიცი, ვიღაცა, არ ვიცი, როკფელერი, ან ვიღაცა გახდი და ახლა ამპლიტუდა ძალიან დიდია, ხო? ეგეთებიც ხდება რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა სანამ სხვას მოვთხოვ, საკუთარ თავსაც უნდა მოვთხოვ რაღაცები, ჩემი სუბიექტური მიდგომა ასეთია. მაგრამ ის რომ ქალს სტაბილურობის შეგრძნება ჭირდება, ეს რატო უკვეთ მამაკაცებს ვერ ხვდები, ის რომ მანქანა დღეს ფუფუნების საგანი აღარ არის და ელემენტარული გადაადგილების, ხო, კომფორტის საშუალებაა იმისთვის, რომ ვიღაცას არ ეხოცო პირობითად რეგიონში წასვლა, ხო? ან არ მიჭყლიტო შენი შვილები რაღაცა უსიამოვნოსუნით გაჯერებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ. ეს რატომ უნდა გაუკვირდეს ახლა ვიღაცას, მე ვერ ვხვდები. ასევე არ მიკვირს, ხა 22 წლის ბავშვს ეს არ უნდა მოსთხოვო, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ იმან 22 და 25 წლის ბავშვმა თუ მშობლებმა არ დაუტოვეს, რა უნდა შეექმნა ახლა იმნაირი, რომ საკუთარი ბინაც ქონდეს და მანქანაც, ხო? მე გულისხმობ უკვე ისე ჩამოყალიბებულ ასაკში მყოფ მამაკაცებზე, რომელსაც მე პრეტენზია აქვს, რომ თურმე ქალებს რაღაცა სასწაულები უნდათ, ანუ სასწაულები არ უნდათ, ელემენტარული პირობები ჭირდებათ, ხო? აუცილებელი პირობები, საკმარის პირობებზე არ ვსაუბრობ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია ვის რას სთხოვ, ხო? ადამიანები ვიბადებით ზოგადად, აი, რა ვიცი, ცოცხალ არსებებად, ხო? ბიოლოგიურ არსებებად და მე ვიქმნებით პიროვნებად. მე ზოგადად ცოტა ჩემეული ხედვა მაქვს ხოლმე და ძალიან ხშირად ესე ფილოსოფიაში რომ ვარდები, მე გარკვეულ ზღვარზე ვიჭედები ხოლმე და ვცდილობ რომ საკუთარი თავისე ამოვათვრიო, იმიტომ რომ ხო, შეიძლება აბსოლუტურად ფსიქოლოგიურად შეირყი კიდეც ისეთ დეტალებში და სიღრმეებში ჩახვიდე, ხო? იმიტომ რომ რეალურად ჩვენ განვითარებული ცივილიზებული სამყარო გგონია თავი და რეალურად სულ შებოჭილ სიტუაციებში ვცხოვრობთ, ხო? აგერ რა ვიცი, ხვალ ბავშვს ბანკეტი აქვს და რა უნდა გავაკეთო, წარმოდგენა არ მაქვს, 10,000-ზე ალაპარაკი. პირობითად ვამბობ, ხო? აგერ ბანკის ვალი მიჭერს ყელში, ის არის გადასახადელი, იპოთეკაზე მაქვს საფიქრალი, აგერ 9-დან 6 საათამდე სამსახურში ვარ გამოკეტილი და 6 საათამდე კიდევ ვინჩივის და ხელმძღვანელს თუ მოუნდა და 101 დაატკაცუნა 8 საათამდე შეიძლება და 9 საათამდე იქიდან ფეხი ვერ გამოვდგა, საერთოდაც შეიძლება შუაღამემდე იქ მომუშაოს. მოკლედ საკუთარ თავს არ ვეკუთვნი, ხო და ახლა რა ვიცი, პირველყოფილი ადამიანები საკუთარ თავს მაინც ეკუთვნოდნენ, ხო? ახლა ვიღაცა ისე არ გამიგოს, რომ მე რაღაც განვითარების წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ ყველაფერში ვიქექები და ყველაფერში ვცდილობ, რომ რაღაცა პლუს მინუსები ვნახო, ხო და ამ რეალურად ამ განვითარებას და ამ ცივილურ განსაკუთრებით ციფრულ საზოგადოებას თუ ძალიან ბევრი რაღაცა ქვედა დინების პრობლემა მოჰყვა. საკამათოა ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ და შესაბამისად არ მეწყინება თუ ვიღაცა გამაკრიტიკებს პირიქით, მე ყველას განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ, მაგრამ საიდან სად წავედი, ხო? ანუ რას მოვაყოლე, რომ ვერ მოსთხოვ ახლა შენ ადამიანს, რომელსაც აი არ ვიცი, სადღაც იმერეთის, ზემო იმერეთის რომელიღაცა ისეთ სოფელში დაიბადა, სადაც მიწათ მოსავლიანობაც არ არის ნორმალური, ხო, რომ რაღაცა შეძლოს, მისმა მშობლებმა რაღაცა აწყობილი ბიზნესი ვერ დაუტოვეს, რაღაცა ვერ შექმნეს ის გარემო. ახლა იმ ადამიანს რომ მოსთხოვო შენ მთვარეზე გაფრენა, პირობითად ახლა მთვარეზე გაფრენა იქნება მისთვის, ხო? თუნდაც ბათუმში ჩაფრენა რომ მოსთხოვო, იმ კონკრეტულ მომენტში მაგის თანხა შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ
გქონდეს პოტენცია რომ შენთან ერთად რაღაც შექმნას. ეს ადამიანი ღარიბი არ არის, მიხვდით რისი თქმა მინდა? ღარიბი ის ადამიანია, რომელიც ფეხი-ფეხზე გადადებულია და არ ვიცი, ემიგრაციაში წასული დედის გამოგზავნილ თანხებს ელოდება. ჯანღონი ცავსე კაცი გნებავთ ქალი, რომელიც არ კადრულობს რა ფიზიკურ სამუშაოს, რაღაცა სოფლის ბირჟაზე ურჩევია დადგეს, ან ხო, რა ვიცი, რომელიღაცა კორპუსების ეზოში დაჯდეს და დომინო ითამაშოს პირობითად, ან რავი, რაღაცა ეგეთი ქნას, ხო? აი ეგ ადამიანია ღარიბი, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაც ყავდეს და სამი დაჩაც ქონდეს, მაგრამ ეგეთი ადამიანია ჩემთვის ღარიბი. ის ადამიანი არ არის ღარიბი, რომელსაც შინაგანი პოტენციალი აქვს და ერთ პატარა ხელისწაკვრა თუნდაც სიყვარული, ხო? და თუნდაც გვერდში დგომა, მოდი ჩვენ ერთად გავაკეთებთ, თებს გადაადგმევინებს რეალურად. ხო და მოკლედ, ვნახოთ აბა, მდიდარი თუ ღარიბი თქვენს ცხოვრებაში რაღაც არჩევანის გზა თუ დგას, ყველასთვის არ იქნება ეს გაშლა. ვნახოთ რომელთან რას მოიტანს სიტუაცია, ხო? პირველი, მეორე ვარიანტი. და დავიწყოთ პირველი ვარიანტი, თორემ მე შესავალი აგერ 6 წუთია ვსაუბრობ, შესაბამისად მე მეორე ვარიანტი არ დამემდუროს, რომ პირველ ვარიანტს ბევრ დროს უთმობ, იმიტომ რომ რეალურად პროლოგს დავუთმე მე დრო. ნახოთ ვისთვის არის გაშლა, ვინ ხართ თქვენ, ხო? ვინც მიყურებთ. და ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ, საკმაოდ დაღლილი, თავდაცვაზე გადასული ადამიანი ხართ, აღარ გინდათ ბრძოლა, საკმაოდ ბევრი კონკურენტუნარიანი სიტუაცია გამოიარეთ, პრინციპში აი როგორი მომენტი გაქვთ, იცი რომ თითქოს გავიმარჯვე, მაგრამ ეს გამარჯვება აღარაფრად აღარ გიღირთ, რა ცოტა ხანს უნდა დავჭდე, დავისვენო, ეგეთ ენერგიებში ხართ. სამყაროს უნდა მივანდო, მოდი რა აღარც ბრძოლა მინდა, არაფერი აღარ მინდა, ცოტა ხანს გავჩერდები, ხო დგება სამყაროში ცხოვრებაში ადამიანების მოცემულობაში ის სიტუაცია, როცა უბრალოდ უნდა გაჩერდე, ხო? აღარ წინ წახვიდე, აღარც უკან წამოხვიდე, უნდა გაჩერდე. ნუ აი ძაღლთან რომ გავჩერდებით ხოლმე, ხო, რომ გაიქცევი და უარესი მოხდება, არა, უნდა გაჩერდე და დაელოდო. აი ეგეთ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. თუ გეცნოთ სიტუაცია, კიდე მაინც სიგნიფიკაცია, ნუ რაღაცა ძალიან ისეთი ამბები გაქვთ გადატანილი, საკმაოდ ტრამვირებული ადამიანი უნდა იყოთ ახლა ვინც მიყურებთ, მაგრამ საბედნიეროდ 6-იანი ხმლებით თქვენ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. ნახეთ 6-იანი ხმლები ყოველთვის ვამბობ, რომ ხმლების მასში ძალიან მიყვარს თქვენ, იმიტომ რომ ეს არის უკეთესობისკენ, ხო? თუნდაც ერთი ნაბიჯი, თუნდაც ხოხვით, თუნდაც ბევრი იმედგაცრუებით ზურგზე, მაგრამ მაინც წინ მივდივართ, ხო? მაინც სინათლისკენ მივდივართ. აი ამ ცხოვრებისეულ ეტაპზე თუ ხართ, გააგრძელეთ ყურება. და ვნახოთ, თქვენს ცხოვრებაში თუა ორი ადამიანი, რომელიც ერთი გეჩვენებათ უფრო შეძლებულ ადამიანად და მეორე ნაკლები შესაძლებლობების ადამიანად და ამიტომ თქვათ იქ რაღაცას ყოფნანებ, რეალურად რა შეიძლება მოხდეს ამ ორ ადამიანს შორის, ხო? ნახოთ, აქეთ ავიღოთ ღარიბი ბრჭყალებში, და მეორე მდიდარი, ხო? ესეც ბრჭყალებში, იმიტომ რომ სიღარიბე და სიმდიდრე ესეც ცოტა ისეთი პირობითი ცნებებია რა. უბრალოდ მარტივად სათქმელია ეს თო, ხო? ნაკლებად შეძლებული და ცოტა მეტად შეძლებული, ასე ლამაზად კულტურალსაც შეგვიძლია ესე ვთქვათ. ვინ არიან, სიგნიფიკაცია ვნახოთ, რა ენერგიებში არიან, ახლა რა ხდება მათ ფინანსურ ნაწილში და მომავალში რა შეიძლება თქვენ მოგცეთ ამ ადამიანებმა და ორი არკანი გადმოვარდა მეორე მხარეს და იყოს კი ბატონო. დავიწყოთ აქეთ, აბა ვინ არის? ოხო. ისეთ როგორი ტიპის ადამიანია, მიუხედავად თავისი გაჭირვებისა, მიუხედავად თავისი გადატანილი პრობლემებისა, ადამიანმა ძალიან იმ რეალობაში მაინც ბევრს მიაღწია. შეიძლება დღეს მართლა რეალურად საკუთარი ბინა არ ქონდეს, მანქანა არ ქონდეს, რაღაცა სტაბილური სამსახური არ ქონდეს, მაგრამ შინაგანად საკუთარი თავი ამ ადამიანს დაკარგული არ ყავს, უფრო მეტიც მეგობრებო, ნახეთ, ძალიან კარგად იცის საკუთარი ცხოვრების ფასი. და აი ამ საკუთარ ცხოვრებაში საკუთარი უნარჩვევების ფასი ძალიან კარგად აფასებს და ანალიზს ძალიან სწორად აკეთებს ყველაფერზე და საკუთარ თავს სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან პატივს. ხშირ შემთხვევაში ემართებათ ხოლმე ადამიანებს, რომ აი გაჭირვება აკომპლექსებს თვითშეფასების უნარს, ესა თვითშეფასებას ხო ხარისხს უგდებს და მე რაღაცა საკუთარი თავის მიმართაც ცინიკური დამოკიდებულება უჩნდებათ, შეცოდების სიბრალულის მომენტი უჩნდებათ და მოკლედ მე იწყება მთელი ტრაგედია.
არა, ეს ადამიანი ისე არ არის, ეს ადამიანი გადარჩენილი, ანუ პიროვნულად გადარჩენილია ეს ადამიანი და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ წინ ძალიან ბევრი გეგმა და ძალიან ბევრი შეიძლება არც იმჩნევდეს და ბევრი რამე არც იცოდეთ ამაზე, ისე გაჩვენებდეთ თავს, აი რაღაცა გამოცდასაც გიწყობდეთ, რომ აბა შენ მე გაინტერესებ თუ ჩემს უკან რა იქნება. ახლა რა პირობებში აქ? ხო, ეს ადამიანი შეყვარებულია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ემოციებშია. მე თქვენთან დაკავშირებით ვიკითხე, ხო, რა ენერგიებშია და როგორ არის და მომავალში რას მოგცემთ. ხო, საკმაოდ მაღალი ემოციური ტემპერატურა აქვს, ვერ ვიტყვი რომ უჭირს, არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი. მისი საკმაოდ რაღაცები ყველაფერი აქვს, საკმაოდ კეთილი ადამიანი, აი კეთილშობილი ადამიანია, ძალიან ბევრი დადებითი თვისებით დაჯილდოვებული, ძალიან მხარში მდგომი, გამგები. ნუ აი არ ვიცი, შეიძლება ისეთი სიტუაცია გაგიგოთ, რომ გაუგდეთ, რომ ნუ თუ ეს შეიძლება ადამიანმა ასე აღიქვას და ასე დაინახოს. მე ძალიან მომწონს ეს პირველი ვარიანტი, მეორემდე მივალთ, არ ვიცი. და მომავალში რა შეიძლება მოგცეთ? აბსოლუტური სტაბილურობა, მეგობრებო, მე არ ვიცი აქ თქვენ რას ხედავთ, როგორ ხედავთ ან თვითონ რას და როგორ გაჩვენებთ, მაგრამ სრულ სტაბილურობას მოგცემთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვამბობ, რომ ვარსკვლავებს ჩამოკრებთ და მთვარეზე იფრენთ ყოველ კვირა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თბილისიდან ბათუმში ნამდვილად იფრენთ რა, ან თელავიდან იმაში რა ქვია, თელავივშიც. და მათ შორის შეიძლება იმაშიც რა ქვია, იმაშიც გადაფრინდეთ კიდე საზღვარგარეთ, ხო? ამას ვამბობ, რომ აი ესეთი სიტუაცია საშუალო მდგომარეობა თქვენ ამასთან არ მოგაკლდებათ. რაც შეეხება ახლა მეორე ადამიანს, რომელსაც თქვენ პოტენციურად უფრო ისეთ ადამიანად თვლით, ხო? ოთხიანი თასები, არ ვიცი, ბუნებით შეიძლება ცოტა უმადური ადამიანი იყოს, აი არასდროს არაფერი არ ყოფნიდეს, რაც არ უნდა კონდეს, მაინც რაღაცა უჟმურ ხასიათზე იყოს, მაინც რაღაცა თითქოს აი პატარა რაღაცაზე იბუტებოდეს, ვერ გაუგოთ რა უნდა, როგორ უნდა, რა ჭირდება, ერთი წამი ერთ არკანს კიდე დავამატებ, ხო, აი რაღაცა თითქოს არაფერი არაფრად რო არ მიაჩნია ადამიანს და მაინც რაღაცა ნაწყენივით როა ყველაფერზე. სხვათა შორის არ არის დიდად სტაბილური ადამიანი, სულ რაღაცა არჩევანის ზღვარზეა, სულ რაღაცა თვითონაც გაურკვევლობებშია, იქით აქეთ რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, მოკლედ აი რო გითხრათ, რომ გაწონასწორებულ ადამიანთან მაქვს საქმე თქო, ვერ ვიტყვი ახლა და ამ ეტაპზე. თქვენთან დაკავშირებით ესეც დუხს და გადმოდის. ნამდვილად ორივეს აქვს ემოცია თქვენთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს გრძნობაც, ვიტყოდი. ნამდვილად არ უჭირს არც ამ ადამიანს არანაირი სფეროში და ამაზე წინ ცალსახად არის, იმიტომ რომ თასების ტუზი მიკავია ხელში. ბევრი რაღაცის მოცემა რეალურად შეუძლია ამ ადამიანს თქვენთვის და სამომავლოდ რა იქნება? ხო. სამომავლოდ ნახეთ როგორი მომენტია. არ გამიკვირდება მეგობრებო, რომ სამომავლოდ თქვენ გონებით, ლოგიკით რაღაცები ცოტა სხვანაირად ანალიზოთ და სამყაროს არკანი არის ყველა ანუ ზოგჯერ არის ყველაფერი ცუდის დასასრული, ხო, ან ყველაფერი კარგის დასაწყისი, აი სამყაროს გადაწყვეტილებები, ხო, ანუ აი როგორ გითხრათ, თქვენ რომ არ ხელგეწიფებათ რა, თქვენზე რომ არ არის დამოკიდებულები რაღაცეები და ზემოდან რო წყვეტენ, აი ეს მომენტია და არ გამოვრიცხავ, თქვენი ურთიერთობა დასრულდეს. აბა ვნახოთ სწორად ვამბობ, იმიტომ რომ ხმლების დედოფალი მაინც ცივი ენერგიებია, კონფლიქტური ენერგიებია, სამართლიანობა, სწორი გადაწყვეტილება, ხო, აი გონებით, ლოგიკით, გულთან საქმე არაფერი არ აქვს მაგას და ვნახოთ აბა ხო ტყუილად არ სწორად წამიკითხავს. ესე იგი შეიძლება გული დაგწყვიტოთ რაღაცა მომენტში სამომავლოდ, ანუ და რეალურად თქვენს სიტუაციაში უკვე ზემოდან ჩაერიოს ზედაძალები და მორჩეს ეს ურთიერთობა. კი, ეს ადამიანი შეიძლება თქვენი ცხოვრებიდან ინგლისურადაც გაიპაროს, მეგობრებო, რა ვქნა, რაც მაჩვენა არკანებმა, მე იმას ვკითხულობ. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ვისთვის არის გაშლა, ხო? ვისთვის არის გაშლა?
პენტაკლების პაჟი. არ ვიცი, შესაძლოა ისეთი ძალიან ახალგაზრდული ენერგიების ადამიანი მიყურებდეთ, ან ასაკითაც პატარა ადამიანი ბრძანდებოდეთ. ანუ ადამიანი, რომელიც ახლა იწყებს ასე ვთქვათ რაღაცას, ხო, არ ვიცი. ან ზოგადად ახლა გადავიდა სხვა ქვეყანაში და ახლა ალაგებს თავის ცხოვრებას, ან აქ არის, მაგრამ ახლა გადაწყვიტა რომ რაღაცები სწორად დაალაგოს. გაიზარდოს პროფესიულად, არ ვიცი, სულიერად, რაღაცას სწავლობდეს, რაღაცას ეცნობოდეს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ახალი საფეხურის პერიოდი შეიძლება იდგეს თქვენს ცხოვრებაში. ხმლების დედოფლით არ გამოვრიცხავ, გაცილებულები იყოთ, ვინც მიყურებთ უმრავლესობა, მაგრამ თუ გაცილებული არ ხართ, ძალიან განათლებული, ძალიან სამართლიანი, ძალიან სწორი ადამიანი მიყურებთ, რომელსაც ნაკლები ბმა აქვს და მიჯაჭვულობა აქვს საკუთარ ემოციებზე, ხო? ყოველთვის ტვინია პირველი, ну გული მეორე ხარისხოვანი, ყოველთვის გონებაა პირველი, ლოგიკა, ინტუიცია, იქეთ კუთხეში ყავთ მიყენებული, აი ეგეთი კატეგორიის ხალხი შეიძლება მიყურებდეთ და ნახოთ ახლა ვინც ცოტა დაბალი შესაძლებლობის ადამიანად გეჩვენებათ, ვინც უფრო უკეთეს ვარიანტად გეჩვენებათ თქვენს ცხოვრებაში, რა ენერგიებშია ახლა თქვენთან დაკავშირებით და რას მოგცემთ მომავალში, ხო? და ნახოთ ახლა, აბა ვინ არის ეს აქეთა ადამიანი? ოხო, არ გამოვრიცხავ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელი იყოს პროფესიით, ბუნებით ძალიან სამართლიანი, ძალიან სწორი, განათლებული, ექიმით შესაძლოა იყოს, მეგობრებო, ან სასამართლოს წარმომადგენელი, აი ვისეც რაღაცა გარკვეულწილად ადამიანების ბედი არის დაკავშირებული, მაგრამ აი ძალიან მორალურად ისეთი მაღალი ფასეულობების ადამიანზე მაქვს საუბარი, ვისაც თქვენ აქეთა მხარეს უყურებთ, ხო? ეხლა რა ენერგიებშია თქვენთან დაკავშირებით? 10-იანი თასები. 10-იანი თასები იცით თქვენ რა ხშირ შემთხვევაში ოჯახის თემასაც მიანიშნებს. ადამიანი სერიოზულად გიყურებთ, სერიოზულად აღგიქვამს თქვენთან ურთიერთობას და რა ვიცი, თუ კი რამე ოჯახური სიმყუდროვია, რაც პერსპექტივაში სიყვარულს ახლავს, ხო, გრძნობას ახლავს, ის ყველაფერი ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით აქვს და თქვენ იდეაში მომავალში თავისი პენტაკლების დედოფლად გხედავთ, შემდგარ თვითკმარხალად, რომელიც მის გვერდით ასე გაიფურჩქნება და აყვავდება. მშვენიერი ენერგიებია აქეთ მხარეს, არ ვიცი რას უწუნებთ და რატო ჭოჭმანობთ. ახლა აქეთ ვნახოთ ვინ არის. დავიჯერო ეს ნაკლები შესაძლებლობების არის და ეს პეტი შესაძლებლობების, რა ვიცი, თასების პაჟი, ან შეიძლება უბრალოდ ახალი დაწყებული ურთიერთობა გქონდეთ ერთმანეთთან. მაგრამ ნახეთ დააკვირდით, მას ყავს თავისი ოქროს თევზი, რასაც უნდა ჩასჩურჩულებს და ასრულებინებს. ანუ კი ბატონო, ამ ადამიანს პოტენციალი ძალიან დიდი აქვს. ახლა რა ხდება თქვენს შორის, ხო? ეს თქვენს შორის თქვენ რაღაცა მგონია რომ აქეთ უფრო იხრებით, იმიტომ რომ აქ უფრო სხვანაირი ჰარმონია და ერთმანეთთან თანხვედრა მიფიქსირდება. გრძნობებშიც რაღაცა ეტყობა მეგობრობთ კიდეც, რაღაცა ბევრი საერთო გაქვთ და ძალიან ისეთი ენერგიები გაქვთ ახლა მოკლედ კაფედნი ბუკედნი პერიოდი მშვენიერი, მაგრამ მომავალში მთვარის არკანით რატომ მეუბნება გაურკვევლობას, ჯერ არ ვიცით, არ ვართ ჩამოყალიბებულები, რა ხდება? მანახე კიდე მანახე რა ენერგიები, ორიანი კვერთხები, რატო შეიძლება გაჩნდეს არჩევანი და არა. ნახეთ, რაღაცა შეიძლება მომავალში პატარ-პატარა ბარიერები და პრობლემები წამოვიდეს. შესაძლოა ან თქვენს ცხოვრებაში გაჩნდეს მეორე ადამიანი, ან ამ ადამიანის ცხოვრებაში გაჩნდეს, ან ადამიანს თავი გავანებოთ რაღაცა სიტუაცია გაჩნდეს ისეთი, ხო, რომ აი გარკვეული ეტაპი რაღაცა არჩევანი მოუწიოს. მაგრამ რეალურად საბოლოოდ თქვენთვის ეს ცუდი ვარიანტი ნამდვილად არ არის. არა, ესეც აი თანაბარი სიტუაცია ვერ ვიტყვი რომ რომელიმე შეგიძლიათ ხელი ჰკრათ, ხო? აქაც ნორმალური ურთიერთობები და მომავალი დაგილაგდებათ და აქაც პირველისგან განსხვავებით აქ უფრო ბალანსი კარგად არის დაცული, ასე ვთქვათ. არ ვიცი, მე მომწონს ორივე ვარიანტი. ერთ მხარესაც შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯი და მეორე მხარესაც, ხო, სულ ეს იყო ჩემო კარგო ადამიანებო.
ვფიქრობ კიდევ ერთ ვიდეო ჩაგიწეროთ, რა კიდრო ვიპოვე და ვნახოთ თუ გინდათ თქვენც დამიწერეთ კომენტარებში რა თემა გაინტერესებთ და მე იმის მიხედვით შევარჩიოთ ხოლმე. კარგით, დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.